გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ინიციატივით გარემოს დაცვითი და აგრარული მიმართულებების 64 სტუდენტს მწვანე და აგრო სტიპენდია გადაეცათ. საქართველოს ლა უნივერსიტეტიდან 1500 ლარიანი სტიპენდიით გარემოს დაცვითი მიმართულების 32 სტუდენტი დაჯილდოვა. 6 უნივერსიტეტიდან და 14 პროფესიული სასწავლებლიდან კი აგრარული მიმართულების 32 სტუდენტს 500, 1000 და 1500 ლარიანი სტიპენდიები გადაეცათ. მწვანე და აგრო სტიპენდიების პროგრამის მიზანი გარემოს დაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია და წარჩინებული სტუდენტების სახალისებაა. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების და ასევე პროფესიული სასწავლებლების 64 სტუდენტი დავაჯილდოვეთ მწვანე და აგრარული სტიპენდიით, რაც რა თქმა უნდა მათთვის არის სტიმული, რომ შემდგომში დაინტერესდნენ ამ პროფესიით ახალგაზრდები და ჩვენ ამავდროულად მათ აუცილებლად თავაზობთ სამინისტროში, ასევე სამინისტროს დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში სტაჟირებას შემდგომი, რა თქმა უნდა, დასაქმების პერსპექტივით. ეს არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ და აღმოფხვრათ ის დეფიციტი, რომელიც დღეს ორივე მიმართულების სხვადასხვა სპეციალობებში არსებობს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ეკონომიკა და განსაკუთრებით სოფლის მეურნეობა მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირის სტანდარტებს. დღევანდელი ღონისძიება, სადაც 64 სტუდენტს გადავეცით სტიპენდიები, საქართველოს მომავალში ჩადებული ინვესტიცია. საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის შვედეთი, შვეიცარია და გაეროს განვითარების პროგრამა განაგრძობენ განათლებისა და სტიპენდიების პროგრამების ხელშეწყობას. ეს პირველად გავხდი სტიპენდიანტი, ვფიქრობ ეს პროგრამა წაახალისებს ყველა აგრონომიის სტუდენტს მთელი საქართველოს მასშტაბით და დაგვეხმარება, რომ ჩვენი ცოდნა მიმართულებით ამ სფეროში უფრო გავირღვმოთ, ასევე ეს ერთგვარი мотиваცია, რომელიც ძალიან დიდი დამხმარე იქნება ყველა სტუდენტისთვის. მწვანე სტიპენდია წარმოადგენს მნიშვნელოვან წამახალისებელ პროგრამას ეკოლოგიის სტუდენტებისთვის. გარდა ამისა, სამინისტრო გვთავაზობს სხვადასხვა სტაჟირებას ისეთი პროფესიებისადმი, რომელიც დეფიციტურია ჩვენი ქვეყნისთვის.